როგორც ალბათ იცით, პლანეტაზე ოდესღაც არაერთი ჰომოსახეობა ცხოვრობდა. თუმცა მათი გზა ჩვენამდე მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. დიდი ხნის განმავლობაში ისინი ერთმანეთს ემთხვეოდნენ და თანაარსებობდნენ. განსაკუთრებით კი ადრეულ ეტაპზე, როცა თანამედროვე ადამიანი, ჰომო საპიენსი, გამოჩნდა. დაახლოებით 300,000 წლის წინ აფრიკაში ერთდროულად 4 განსხვავებული ჰომოსახეობა ცხოვრობდა. ჰეიდელბერგენსის, როდესიენსის, ნალედი და საპიენსი. ისინი იმდენად ახლოს ცხოვრობდნენ, რომ შეხვედრისა და კონტაქტის შესაძლებლობა ნამდვილად ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ერთსა და იმავე ადგილებს არ იზიარებდნენ. ამ სახეობებიდან ზოგი უკვე ასობით 1000 წლის განმავლობაში არსებობდა, მაშინ როცა საპიენსი შედარებით ახალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი ადამიანის მსგავსად გამოიყურებოდა, ზოგიერთი მათგანი აშკარად განსხვავდებოდა. განსაკუთრებით კი ნალედი. იგი პატარა ზომის იყო და მასში ერთდროულად შეინიშნებოდა როგორც თანამედროვე, ასევე ძალიან პრიმიტიული ნიშნები. მისი სხეული ბევრად უფრო იყო მორგებული ცოცვას, ვიდრე სირბილს. მსგავსად უფრო ძველი ჰომინინებისა, როგორც იყო ავსტრალოპითეკუსი. მცირე ტვინის ზომა, არასრულად განვითარებული უნარები და დანგრეული და ბამსხროლი კბილები მიუთითებს, რომ ისინი ჭამდნენ მყარ, მიწაზე მოპოვებულ უხეშ საკვებს. მათი გარეგნობა სავარაუდოდ ძალიან უცხო და უცნაური იყო ადრეული საპიენსისთვის. ჰეიდელბერგენსის შემთხვევაში ბევრად მეტი ბუნდოვანება ჩნდება. ეს განვითარებული ჰომინინის სახეობა გავრცელებული იყო აფრიკაში და მის ფარგლებს გარეთაც. სიმაღლითაც და ტვინის მოცულობითაც ძალიან გვავდა ჩვენ, მაგრამ ფიზიკურად უფრო ძლიერები, გამძლეები და უფრო მეტად ნეანდერტალებს ააგავდნენ, ვიდრე თანამედროვე ადამიანებს. საკმაოდ განვითარებულიც იყო. ისინი ამზადებდნენ იარაღებსა და შუბებს, იყენებდნენ ცეცხლს, აშენებდნენ თავშესაფრებს და შესაძლოა პრიმიტიულ ხელოვნებასაც ქმნით. კვლევების მიხედვით მათი შუაყურის სტრუქტურა და ინის ძვალი მიუთითებს, რომ მათ შეეძლოთ ლაპარაკის მსგავსი ხმების წარმოქმნა, რაც უფრო რთულ და ორგანიზებულ თანამშრომლობას შესაძლებას ხდიდა. მათ შესანიშნავი ნადირობის უნარებიც ჰქონდათ. კენიის ერთ-ერთ ძველი ნასახლარში ნაპოვნია მტკიცებულება, რომ ისინი ორგანიზებულად, ჯგუფურად ნადირობდნენ. ერთ ლოკაციაზე აღმოჩენილია თეროპიტიკუს ორსვალდის 50-ზე მეტი ინდივიდის ნაშთი, რაც მასობრივ ნადირობაზე მიუთითებს. ბევრი მკვლევარი ფიქრობს, რომ ზამბიაში აღმოჩენილი როდესიენსი ფაქტობრივად იგივე სახეობაა, რაც ჰაიდელბერგენსი. რადგან მათ შორის მსგავსება ძალიან დიდია. ორივე იყო ინტელექტუალური, მაღალკვალიფიციური მტაცებელი, რომელიც იარაღებს იყენებდა და ცხოველურ დიეტას მისდევდა. მათი ეკოლოგიური სივრცეები და ქცევები შესაძლოა ძალიან გავდეს ჩვენსას. მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთქმედების პირდაპირ მტკიცებულება არ გვაქვს, არსებობს როგორც კონფლიქტის, ისე შესაძლო შეჯვარების ალბათობა. თუმცა უძველესი ადამიანები მხოლოდ სხვა ჰომინინებთან არ იზიარებდნენ საკუთარ გარემოს. ისინი ცხოვრობდნენ გიგანტებსა და მომაკვდინებელ მტაცებლებთან ერთად. შორიდან პალეოლოქსოდონი თანამედროვე სპილოს წააგავდა თავისთვის დამახასიათებელი თავის ქალის გამობურცულობით, მაგრამ ახლოდან მისი პროპორციები აშკარად არასწორი და უცნაური ჩანდა. ამ გვარში მრავალრიცხოვანი სახეობები შედიოდა, ზოგი გიგანტური, ზოგი კი საოცრად მცირე ზომის, რომელთა დიდი ნაწილი გვიანი პლეისტოცენის ბოლოს გადაშენდა. დაახლოებით 25,000 წლის წინ აფრიკაში მხოლოდ პალეოლოქსოდონ გალენუსი ბინადრობდა, რომელთან კონტაქტიც ადრეულ თანამედროვე ადამიანებს შეიძლებოდა ქონოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახეობა გენუსის ყველაზე დიდი წარმომადგენელი არ იყო, ზომებით მაინც ემთხვეოდა თავის უშუალო წინაპარს, პალეოლოქსოდონ რეკის, რომელიც თანამედროვე აფრიკული სპილოს ყველაზე მძიმე ინდივიდზე 50% დიდი იყო, 4,2 მეტრი სიმაღლითა და იწონიდა 15,3 ტონას. მისი ეშვები იმდენად გრძელი იყო, რომ მთლიან სპილოს სახეობებსაც კი უახლოვდებოდა. მას ჰქონდა ყველაზე დიდი ეშვის სხეულის შეფარდებასთან ყველა სპილოს სახეობას შორის, რაც მის კოლოსალურ ზომებს აღნიშნავს. ეშვები უჩვეულოდ დაბლა და თითქმის სწორად იყო განლაგებული, რაც მიანიშნებს, რომ ისინი შესაძლოა მიწასთან შეხებისთვის ან თუნდაც თხრას ემსახურებოდა. თავის ქალის გამობურცულობები სავარაუდოდ მასიურ კისრის კუნთებს ამაგრებდა, რომლებიც სპილოს ეშვების უზარმაზარი ძალით ქნევას უზრუნველყოფდა, რაც ნამდვილ სასიკვდილო იარაღად აქცევდა. მიუხედავად მათი კოლოსალური ზომისა და ძალისა, ასეთი ცხოველები თანამედროვე ადამიანებსაც შესაძლოა მოენადირებინათ. უშუალო მტკიცებულება არ გვაქვს, თუმცა ევრაზიაში სხვა ჰომოსახეობები ისრებით ნადირობდნენ მსგავს გიგანტებზე. ამ დროისთვის კი საპიენს უკვე ჰქონდათ შუბები და ჯაველინები. მაგრამ რადგან პალეოლოქსოდონი კონტინენტზე ყველაზე დიდი ხმელეთის ძუძუმწოვარი იყო, მისი ნადირობა ჩვეულებრივი საქმე ნამდვილად არ იქნებოდა. წარმოგიდგენთ გამოქვაბულის ლომს. პანტერა სპელაია, ერთ-ერთ ყველაზე საშინო მტაცებელს ნეანდერტალელების სამყაროში. ეს თვალშისაცემი ყინულოვანი ხანის ბინადარი თანამედროვე აფრიკულ ლომებზე დაახლოებით 25% დიდი იყო. მოზრდილი მამრები კაცის ხრის სიმაღლემდე აღწევდნენ და ორს დასრულ ნეანდერტალელზე მეც იწონიდნენ. საშუალოდ
150-დან 250-მდე კილოს. ისინი ნადირობდნენ მეგაფაუნაზე: ირემზე, ცხენებზე, ბიზონებზე, ურუსებზე, ხოლო დროსა და გარემოებებზე დამოკიდებულებით ახალგაზრდა მამონტებსა და ბეწვიან მარტორქებზე. თუმცა საფრთხე თავად ნეანდერტალელებსაც ემუქრებოდათ. 26 ნეანდერტალელის ძვლებზე აღმოჩენილი დაზიანებების ანალიზი მიუთითებს გიგანტური კატების, ყველაზე სავარაუდოდ სწორედ გამოქვაბულის ლომების თავდასხმებზე. კონკრეტულად კი თავზე, კისერზე და მხრებზე, რაც ჩასაფრებული თავდასხმის სტილს შეესაბამება. მაგრამ ნეანდერტალელები უპასუხოდ არ რჩებოდა. გერმანიაში აღმოჩენილი 48,000 წლის წინანდელი გამოქვაბულის ლომის ჩონჩხი, რომლის სხეულშიც საბრძოლო შუბის სასიკვდილო ჭრილობა იპოვეს, შესაძლოა ადამიანის მიერ დიდი მტაცებლის მონადირეობის უძველესი პირდაპირი მტკიცებულება იყოს და დიდი ალბათობით ეს ნეანდერტალელმა გააკეთა. სასიკვდილო ხაზად ჩამწკრივებული უზარმაზარი კატები უთვალთვალებდნენ აზიისა და ევროპის მთელ ყინულოვან სანაპიროებს. ჯერ კიდევ გამყინვარებების პერიოდში ევროპული ლეოპარდები ფართოდ იყვნენ გავრცელებული სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში. ისინი უფრო დიდი და ძლიერი იყვნენ, ვიდრე მათი თანამედროვე აფრიკული და აზიური ნათესავები. მიუხედავად იმისა, რომ გამოქვაბულის ლომებზე ნაკლებად არის შესწავლილი, არსებობს მტკიცებულება, რომ ზოგჯერ ნეანდერტალელებთან ბრუნდებოდნენ გამოქვაბულებზე კონტროლის გამო და რამდენიმე ნეანდერტალელის ნაშთი შესაძლოა ლეოპარდის თავდასხმის ნიშნებსაც ატარებდეს. კასპიის ვეფხვი, პანტერა, თიგრის ქვესახეობა, რომელიც თანამედროვე ბენგალური ვეფხვების ახლო ნათესავად ითვლება, ბინადრობდა ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში და კასპიის რეგიონში. ზუსტად იქ, სადაც ნეანდერტალელებიც სახლობდნენ. ვეფხვები ჩუმად და მარტო ნადირობენ. ლომებისგან განსხვავებით, ცნობილია, რომ საჭიროების დროს ადამიანებსაც შეუტევდნენ. ამიტომ სრულიად შესაძლებელია, რომ მარტოხელა ნეანდერტალელები ზოგჯერ მათი მსხვერპლი ხდებოდნენ. და ბოლოს, ევროპული იაგუარი, პანტერა გომბასიოგენზისი. საკმაოდ მოულოდნელი კანდიდატია. ეს პრეისტორიული სახეობა 70-დან 210-მდე კილომდე იწონიდა, რაც მას თანამედროვე იაგუარზე ბევრად დიდ ხდიდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაახლოებით 300,000 წლის წინ გადაშენდნენ, ეს პერიოდი სრულად ემთხვევა ნეანდერტალელების ადრეულ ეპოქას. შესაბამისად, ნეანდერტალელებსა და ამ ძლიერ მტაცებლებს შორის შეხვედრები სრულიად რეალური და მოსალოდნელი იყო. ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დათვი იყო მომაკვდინებელი გამოქვაბულის დათვი, ურსუს სპელაეოს. მოზრდილი მამრები უკანა თათებზე მდგომი 3 მეტრამდე სიმაღლეს აღწევდნენ და 350-დან 603 კილოს იწონიდნენ. გამოქვაბულის დათვები ძირითადად მცენარეულით იკვებებოდნენ, ფოთლებით, კენკრით, კაკლებით, ფესვებითა და ტუბერებით. თუმცა მათი უზარმაზარი ზომის მიუხედავად, ისინი უცხინრები სულაც არ იყვნენ. გამოქვაბულის დათვები ძალზე ტერიტორიულები იყვნენ, განსაკუთრებით გამოქვაბულების მიმართ და შეჯახებაზე შეუპოვრად იბრძოდნენ. ნეანდერტალელთა ტრავმების კვლევაში დათვები 36% შეადგენენ. უფრო მეც ვიდრე მგლები, ჰიენები ან დიდი კატები. ეს გასაკვირი არაა, რადგან ნეანდერტალელები და გამოქვაბულის დათვები ხშირად ებრძოდნენ ერთმანეთს ერთი და იმავე გამოქვაბულებისთვის და ერთმანეთის გზას ჩრიდნენ როგორც მიგრაციის, ისე ჰიბერნაციის პერიოდში. ევროპასა და აზიაში ნეანდერტალელები იბრძოდნენ გამოქვაბულის ლომებთან, გამოქვაბულის დათვებთან და ბეწვიან მარტორქებთან. ხოლო იმავე დროს აფრიკაში ადრეული საპიენსი უზარმაზარ ბაბუნებს, ცხენის ზომის გოჭებს, გიგანტ ზებრებს და ბეწვიან მარტორქებს აწვდებოდა. ყველაზე შემზარავი ამ სიიდან ერთ-ერთი იყო დინოპითეკუსი. ჯერჯერობით ეთვის დონეზეა შეხვდნენ თუ არა ეს პრიმატები საპიენს, რადგან მისი ნაშთები ძალიან მწირია და არსებობს შანსი, რომ იგი ადამიანების გამოჩენამდე გადაშენდა. თუმცა იმდენად უცნაური და საშიში არსება იყო, რომ მისი ხსენება მაინც აუცილებელია. დინოპითეკუსი საშუალო ადამიანს აღემატებოდა ზომით. ზოგი ნიმუში 77 კილოგრამს იწონიდა. ჰქონდა უზარმაზარი თავის ქალა, რომელშიც ძალზე ძლიერი ყბის კუნთები და საშიში ეშვები ეტეოდა. დღევანდელ ბაბუნებში ყველაზე დიდ ეშვებზე 20%-ით გრძელი. ნაშთები მხოლოდ სამხრეთ აფრიკასა და ეთიოპიაში აღმოჩენილი. მიიჩნევა, რომ დინოპითეკუსი ძირითადად მიწაზე ცხოვრობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დროით ემთხვეოდნენ, ადამიანებთან შეხვედრის შანსი საკმაოდ მაღალი იქნებოდა. ბაბუნებისგან განსხვავებით, დინოპითეკუსი იშვიათად ჭამდა ბალახს. ის უფრო ხილით იკვებებოდა და შესაძლოა დროდადრო ხორცსაც ჭამდა. პალეონტოლოგები ფიქრობენ, რომ ეს პრიმატი ოპორტუნისტი მჭამელი იყო და უფრო მეტ ხორცს მოიხმარდა, ვიდრე იმ დროის პრიმატების აბსოლუტური უმრავლესობა. ზოგი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ადრეული და მცირე ზომის ჰომოს წარმომადგენლები შესაძლოა ზოგჯერ მისი მსხვერპლნი იყვნენ. ზომისა და ტექნოლოგიის წყალობით, საპიენსი ალბათობით დიდ საფრთხეში აღარ იქნებოდა. დინოპითეკუსის გვერდით არსებობდა კიდევ ერთი არსებება, რომელიც სისასტიკით ვერ შეეჯიბრებოდა, მაგრამ უცნაურობით ნამდვილად უტოლდებოდა.
და ამ არსების ცხოვრებაზე სრულიად დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ. ის ადამიანებთან ერთად ცხოვრობდა. ეს იყო რუსინგორიქს ატოპოკრანიონი, დინოზავრ თხისებური ანტილოპი. პირველი შეხედვით ის უბრალოდ ოდნავ უცნაურ ანტილოპას გავდა. გრძელი, სქელი კისრით. მას უჩვეულობას თვალით ვერაფერ შეამჩნევდი. მხოლოდ ყური დაგჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსინგორიქსი გარეგნულად დინოზავრს არ გავდა, ნამდვილად ჟღერდა როგორც დინოზავრი. უფრო კონკრეტულად, ჰადროზავრი. როდესაც პალეონტოლოგებმა პირველად შეისწავლეს მისი თავის ქალა, აღმოაჩინეს დიდი საყვირევით ცხვირის ღრუ, რამაც ყველა გააოცა. თანამედროვე ძუძუმწოვრებში არ არსებობს მსგავსი, მაგრამ ძალიან წააგავდა ჰადროზავრების რეზონანსულ ქედებს. მისი აგებულება იმდენად უნიკალურია, რომ ახლოს მხოლოდ ლამბეოზავრინების ჯგუფი დგება, დინოზავრების ერთ-ერთი ქვესახეობა. კვლევების მიხედვით ეს ბგერითი სტრუქტურა კონვერგენტულად განვითარდა, რადგან რუსინგორიქსის და ჰადროზავრებიც დიდ ღია გარემოში მსხორებ უზარმაზარ ფარებში ბინადრობდნენ, სადაც ძლიერი აკუსტიკური კომუნიკაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ორივე ჯგუფს ასევე განსაკუთრებული კვების რეჟიმი ჰქონდა, რამაც თავის ქალასა და კბილებში უცნაური ადაპტაციები წარმოქმნა, რაც გვერდითი შედეგის სახით ამ უცნაურ ცხვირის ღრუში გადაიზარდა. ამ მიზეზით მეცნიერები თვლიან, რომ რუსინგორიქსი ძალიან დაბალი სიხშირის ხმებს გამოსცემდა, შესაძლოა ინფრასიხშირესაც კი, რომელიც ადამიანის ხურისთვის საერთოდ შეუმჩნეველია. ასე რომ ეს ცხოველები შეიძლება ერთმანეთს უხვიროდნენ, მაგრამ ჩვენთვის სრულიად სიჩუმე ჟღერდებოდა. რუსინგორიქსისთვის არსებობს პირდაპირ მტკიცებულება, რომ ადამიანები მასზე ნადირობდნენ. კენიის ერთ ადგილას მათ ძვლებთან ერთად ნაპოვნია ქვის იარაღები და დამახასიათებელი დაკვლის ნიშნები. მათი სიკვდილის გარემოებები მიგვანიშნებს, რომ ადრეული ადამიანები შესაძლოა მთლიან ფარებზე ნადირობდნენ, ერთდროულად. ზოგმა მკვლევარმა კი აღნიშნა, რომ სწორედ ადამიანის ნადირობამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ სახეობის გადაშენებაში. კიდევ ერთი არსება, რომელიც მათთან ერთად გადაშენდა, მეტრიოხოერუსი გადაშენებული ტახი თითქმის იდენტურად გავდა თანამედროვე ურჩხულ ტახებს. და ეს მიზეზ გარეშე არ არის. დიდი ალბათობით სწორედ მათი პირდაპირი წინაპარი იყო. მაგრამ ერთი დიდი განსხვავება მაინც არსებობდა. ეს უძველესი ტახის ნათესავი ნამდვილი მხეცი იყო. უმეტესობა დაახლოებით 1.5 მეტრის სიგრძეში აღწევდა, რაც შეესაბამება დღეს არსებული ყველაზე დიდი ტახების ზომებს. ერთ სახეობას კიდეც დაერქვა კომპაქტუს, მისი უზომო სიმკვრივისა და მასიურობის გამო. ზოგიერთი ინდივიდი სავარაუდოდ 9 ტონაზე მეტ წიწონიდა. თანამედროვე ჰორების მსგავსად, ისინი ალბათ ძალიან აგრესიულები იყვნენ საფრთხის შემთხვევაში. და ეს მართლაც შემაშფოთებელია, როცა გაიაზრებ, რომ მეტრიოხოერუსს 4 ეშვი ჰქონდა. უფრო გრძელი, უფრო მკვეთრი ვიდრე თანამედროვე ტახებს. მათი ქალა თითქმის გავდა ცოცხალი სტეგოზავრის თაგომაიზერს. მათი ფართო გავრცელების გამო თავიდან აცილებაც რთული იქნებოდა. ისინი ცხოვრობდნენ აფრიკის დიდი ტერიტორიებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს უამრავი შანსი ჰქონდათ შეხებოდნენ ამ უზარმაზარ გაღიზიანებულ ტახტცხენებს. და ალბათ ყველაზე უცნაური მათ შორის იყო სტეპური მარტორქა, სტეფანორინოს ჰემიტოეჩუსი. დაახლოებით 200.000 წლის წინ ცხოვრობდა ჩრდილოეთ აფრიკაში და დღევანდელი მარტორქებისგან განსხვავებით, მას შედარებით გრილი გარემო ერჩივნა. სწორედ ეს ხსნის მის იშვიათ ბუსუსებიან ტანს, რომლებიც მახევრად მათხოვან შესახედაობას აძლევდა. თუმცა ზომით უფრო ახლოს იყო თანამედროვე თეთრ მარტორქასთან. სახელის მიუხედავად, ის მხოლოდ ღია მდელოებზე არ ბინადრობდა. ნამარხები აჩვენებს, რომ ის ხშირად იყო ტყეებსა და ტყიან ზონებში, სადაც საკმაოდ ხშირად ხვდებოდა ადრეულ ადამიანებს.